ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია არანაირი განმარტება, არადა მთავარი კითხვები არსებობს ახლა სწორედ დიპლომატიური სამსახურის ოლიგარქის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. მას შემდეგ, რაც იაპონურმა მედიამ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და გადაიღო უტა ივანიშვილის და იაპონიაში საქართველოს ელჩის საიდუმლო შეხვედრა, რომელზეც ასევე ჩანდა ჩანთის გადაცემა შეხვედრის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილთან ერთად ვერც მისი ოჯახის წევრები და მათ შორის შვილი სანქციების შემდეგ ვეღარ ახერხებენ საბანკო ბარათების გამოყენებას. შესაბამისად, უტა ივანიშვილსაც იაპონიაში ცხოვრება უწევს ნაღდი ფულით და არსებობს ეჭვი, რომ შავ ჩანთაში, რომელიც მას გადასცა ელჩმა, სწორედ ნაღდი ფული იყო. ის რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები ცდილობენ ნაღდი ფულით ცხოვრებას, ამას ადასტურებს ისიც, რომ უტა ივანიშვილმა სწორედ ნაღდი ფულით შეიძინა ბინა იაპონიაში, ტოკიოში. ახლა ბუნებრივია მთავარი პასუხები არის თავად ლეჟავაზე, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტებები და საგარეო საქმეთა სამინისტროზე, რომელიც ამ დრომდე საკითხის შესახებ დუმს. მაშინ, როდესაც დიპლომატიური პოსტა არ მოწმდება, კითხვები ბევრად უფრო მეტია, რადგან იაპონიაში საქართველოს ელჩს შეეძლო ნებისმიერი რამის თავისუფლად გადატანა, რადგან არ გაიჩხრიკებოდა ეს პოსტა. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ახლა უკვე დიპლომატიური სამსახურიც მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში გამოყენებულია ოლიგარქის რეჟიმის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ და დიპლომატი მან გამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარი შვილისთვის გადაეცა ნაღდი ფული. უტა ივანიშვილი განსაკუთრებული ინტერესის საგანია და სავარაუდოდ ძალიან მალე გახდება სანქციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც, რადგან ბიძინა ივანიშვილმა აქტივები გადმოიტანა სწორედ ძალიან დიდი ნაწილი მის სახელზე უკვე საქართველოში და მართავს სწორედ უტა ივანიშვილის სახელით. ივანიშვილი იყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თავისი მიზნების და დაქვემდებარებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, როდესაც ყველა ინსტიტუციას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს, ხო? იქნება ეს სასამართლო, იქნება ეს ეროვნული ბანკი, იქნება ეს პროკურატურა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და შემდეგ. რეჟიმი იყენებს ყველა მისხეთ არსებულ მექანიზმს, მათ შორის რა თქმა უნდა დიპლომატიურ სამსახურს იმისთვის, რომ საკუთარი, ანუ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ძალაუფლება, მისი ოჯახის ფინანსური ძალაუფლება გამტკიცდეს და ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ნახეთ ახლა ზუსტად გავრცელებული საერთაშორისო მედიის მიერ, ნიშნავს იმას, რომ დიპლომატია სამწუხაროდ საქართველოში აღარ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს, ემსახურება ივანიშვილს, ივანიშვილის ოჯახს და ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ივანიშვილის ინტერესებზე მორგებული. დიპლომატი, რომელიც ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს იაპონიაში, დაკავებულია მომსახურებით ივანიშვილის შვილის და მის ხელის პერსონალად არის ქცეული. აი ამათ გადააქცია ივანიშვილმა ეს ქვეყანა. როდესაც ეს ადამიანი საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე უნდა მუშაობდეს, საქართველოს უნდა მუშაობდეს, რაღაცა ივანიშვილის პირადი საკითხების მოგვარებით კლერკად მუშაობს ფაქტობრივად იაპონიაში, ტოკიოში. სამარცხვინოა და ნამდვილად მის დიპლომატიურ კარიერაში დიდ ჩავლაკად შევა. ხელის ბიჭია და პერსონალია ივანიშვილის. თეიმურაზ ლეჟავა, რომელიც იაპონიაში ელჩად არის გამწესებული, მინი ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილის სიძია, საზოგადოებამ კი ძალიან კარგად იცის ივანიშვილის და ჩხარტიშვილის ბიზნეს თუ სხვა ტიპის ურთიერთობების შესახებ. შესაბამისად კიდევ უფრო მეტი კითხვა ისმის, სწორედ ლეჟავა გამოიყენა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა და რა მიზნით იდო თუ არა შავ ჩანთაში, რომელიც უტა ივანიშვილისა და ლეჟავას შეხვედრის შემდეგ გადასცა ლეჟავამ მას სწორედ ნაღდი ფული, რომელიც უტა ივანიშვილს სჭირდება იაპონიაში შეუმჩნევლად ცხოვრებისთვის. Только 2 месяца, поэтому пока плохо разговариваю. Я работаю дизайнером, гейм-дизайнером.
какой? Сложно объяснить, потому что маленький стартап, так что мы только начинаем. Сложно сказать, сложно в деталях объяснить. Я не знаю. ბუნებრივია მოუდინი არსებობს ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ ჩვენ დღესდილასაც დავუკავშირდით სამინისტროს პრესსამსახურს თუმცა მათ არ გაუკეთებიათ ამ დრომდე განცხადება ერთადერთი გამოხმაურება რომელიც ამ დრომდე ვიხილეთ თავად ელჩი ლეჟავას მიერ ტვიტერზე გამოხმაურება ერთადერთი ციტატით სადაც მან დაწერა რომ მეგონა პირველი გაზაფხულის ნიავი იყო მაგრამ ბუშუნის ტყვია აღმოჩნდა